როცა ადამიანი აქცოდავს იმას ტყივა, როცა ადამიანი ლანძ დავს, სილს სტამებს, მრავალი მოსაწმენია. აბა მიდი მოიწვნე, როგორი რთულია, როგორი მტკივნეულია. მაგრამ აი ზუსტად ეს ტკივილი უნდა განიცადო, რაც წმინდა გიორგიმ განიცადა და მოიწვინო და აპატიო შენ ტეს, აპატიო შენ ლანძღველს, როგორც აი ჩვენი პატრიარქი როგორ იყო, ხო, როგორ ლანძღავდნენ, აგინებდნენ და როგორ ყველაფერს იწვევდნენ, ერთი პასუხი არ გასცა არავის. ამდენი სილის წამებები და ამდენი რაღაცა შეურაცხყოფები, აგერ ეუქეშიოს როგორ შეურაცხყოფას აყენებენ, ჯერ არ დამთავრებულა ეს არჩევნები პატრიარქობის და უკვე რა დღეში არიან და სამწუხაროდ სასულიერო პირებიც კი გამოდიან და დიდი რაღაცა გაუქება რაღაცებს, ლაპარაკობენ რაღაც იმას, რომ შფოთი შემოიტანონ ეკლესიაში, ადამიანები დააბრუნონ, ადამიანები რაღაცა იმ მდგომარეობაში ჩააგდოს, ხედავ ეშმაკი როგორ მოგოქრობს, არ შეიძლება ეს არაფრით არ შეიძლება და ღმერთმა ყველა შეუნდოს და ღმერთმა ყველას აპატიოს, იმიტომ ჩვენ უნდა ვილოცოთ და შევცხოვოთ ჩვენ ფარვას, განსაკუთრებულ ფარვას, წმინდა გიორგის რომ აიჩიოს ერთეული პატრიარქი და გენჯერა და ვცამს რომ დედაფშობელი არ დატოვებს ჩვენ ქვეყანას და ერთეულ დამძელდება ჩვენი პატრიარქის ილია მეორეს დამძელებებს ერთეულს აიჩემდა არ ჩვენ ძალიან ისეული ეპისკოპოსები, ძალიან ისეული სინოდის წევრები და ისინი აუცილებლად გადადგამენ და იმ გადაწყვეტილებას ინტერესი პირველში სული წმინდა მოქმედებს და ღმერთი მოქმედებს და რა თქმა უნდა ადამიანის ნებაც არის ამაში და მე გასწავს რომ ეს დიდებული ისეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. აი რაღაცა მიდის ება ტელევიზიაში ალბათ შკაცუს რაღაცები ხდება და არა უკვე ამ ამბავს, არა ეშმაკი მოგოგროს, ეშმაკი იმუნერფას უნდა რომ რაღაცა შფოთი შემოიტანოს და რაღაც სიძულვილი და განკითხვა და ერთმანეთის ლანძვა არ მინდა ჩვენ ვილოცო, ჩვენ ველებდოთ წმინდა გიორგის რომ შვიდობით ჩაიაროს ამ დიდმა კრებამ ესეული პატრიარქი აიჩიონ ჩვენმა სინოდის წევრებმა. მეც მაგალოცო, მეც მაგალო, შეგეცი წმინდა გიორგი დაგიფარო, დაგიცა ბენი ოჯახები და როდესაც წმინდა გიორგის თავს კვეთნენ, მან წარმოთქვა პატარა ლოცვა. და ამ ლოცვაში, ხო ლოცვის შინაარსი ეს იყო რომ მე შენთან მოვდივარ უხალო და ვინცო ჩემი საყელით შეგევედრება შენ თხოვსო ყველაფერი შეუსრულებ და ზეციდან მაიქნება რომ აუცილებლად ყველაფერს შეუსრულებ ვინ შენი საყელით თხოვს მე აი განსაკუთრებულად დღეს შევთხოვოთ წმინდა გიორგის პირველი რა შევთხოვოთ ჩვენი წოდებით განწმენდა ჩვენი წოდების განთავისუფლება სათნოებები ეს სათნოებების შეძენა შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის შვიდობა, განთვლიანობა, ჩვენი პატრიარქის არჩევა, ვისაც აირჩევენ დიდებულ პრაგანასფირო, ჯერ არის წმინდა გიორგი გამოაჩენს, იმიტომ რომ პატრიარქმა თქვა და ეხა მეუფეშიოზე მაგალითად რომ წმინდა გიორგი წმინდა გიორგის გადაწყვიტაო რომ მოსაკვეთს აერჩია და ამიტომ ესე იგი როგორც პატრიარქმა თქვა რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა ესე იგი წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდს და აირჩევენ ღირსეულ პატრიარქს